მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი, როგორც ჩემი ყოველთვის სერიოზული ძალებით რიტუალით, იყო ბევრი თხოვნა და მეც მზადებაში ვიყავი. შემეძინა ის ინგრედიენტები, რაც საჭირო იყო, რომ გამეძლიერა რიტუალი. ეს არის ლოთობის საწინააღმდეგო ჯადოს ლოცვა, მოსახსნელი. ლოთობის მოსახსნელი ლოცვა. აქ როგორც ყოველთვის გააქტიურებულია ყველაფერი და ეს გოელია, ანუ ესეთი სუშნასწია, ლარვი ქვია, უფრო სწორად, რომელიც ესე იგი ამას ქართულად არ ითქმევა, რომელიც შედის ორგანიზმში, ჩასახლება ხდება ჯადოსგან, არა აქვს მნიშვნელობა ქალია, კაცია, აქ მამაკაციც წერია და ქალიც. და ზეგავლენას უკეთებენ, დამოკიდებული ხდებიან ჯადოსგან ადამიანები და ამას ქვია მწვანე გველი. ეს არ არის ჩემოკარგებო ის გველი, რომელიც ახლა მძვინვარებს, ის ბრძენია, მოკლედ. მწვანე გველი 2025 წლის, ეს არის სხვა გველი, მაგრამ ქვია მწვანე გველი, რომელიც აწამებს ადამიანს და არის სერიოზული პრობლემა. მამაკაცები კიდე შეიძლება რომ იმოქმედოს უფრო ადვილად ამ ლოთობის საწინააღმდეგოდ და დაანებონ თავი ხოლმე ლოთობას, მაგრამ ქალი ისეთი ორგანიზმია და ქალის აგებულება ისეთია, რომ ქალი არ განიკურნება. მე გავითვალისწინე, მამაკაცებზე მთხოვეს, მაგრამ მე გავითვალისწინე ქალებიც, რომელიც უყვართ ხოლმე ხშირი წრუყვა და მე ლოთობაში გადასდით და რო კითხო, არა, მე ლოთი არა ვარ, როგორც მამაკაცი. მე აქ უკვე ვიმუშავე, როგორც ხედავთ, წინწკლებია არაუშავს. მოკლედ სერიოზული რიტუალი იქნება. აქ არის დამცავი ჩვენი რუნა ახატია, აქ კიდე ბუმერანგი, ხედავთ ხო, რუნები ყველა გააქტიურებულია და დავიწყეთ მოკლედ. გავააქტიურებ მე ახლა. შემოგიბრუნეთ თავიდან, მე მოვაბრუნებ, რომ ვააქტიურებ სანთელს ეს წრებისთვის, თან გაიწმინდებიან მამაკაცები, ქალბატონები, ვიზეც აკეთებთ და ასევე ბუმერანგი წაუვათ ჯადოქრებს და ვინც არაკეთილი მოსურნეებს, ვინც ესე იგი თქვენს მამაკაცებს ან შვილებს, არა აქვს მნიშვნელობა მეუღლეს, ხო, საყვარელ ადამიანს ან ქალებს, ეს ლარვები ჩაუჯინეს, მიხვდით? ლარვები, უკვე მოქმედებს, ესე იგი დაიწვა ის გადასაფარებელი ეკრანს გარეთ უკვე დამეწვა. გასაგებია, მე წავიკითხავ რამოდენიმეჯერ და გულის ჩაკრამდე რო ჩავა, ხო, მე გავააქტიურებ მწვანე სანთლებს. ესენი არის ერთი ქალის და ეს არის მამაკაცის და უკან ქალბატონების. ხო, მე გავააქტიურებ, აქ რო ჩავა. დაიწყო სანთლებმა უკვე. ნებისმიერი, თუ იცით სახელი და გვარი და მამის სახელი ესე ახსენეთ, დაბადების წელი, თარიღი, თვე, რიცხვი. თუ არ იცით, მაშინ სახელი ახსენეთ, თუ ფოტო გაქვთ უკეთესია. უფლის ნებართვით გავააქტიურე რიტუალი თქვენთან ერთად და ისედაც გავააქტიურე, მაგრამ მიჭერს ძალიან ისეთი უკვე გრძნობ, დიდი ის არის ძალა. დავიწყეთ მეგობრებო. გულდასმით უყურეთ, თქვენ თხოვნა იქნება სანთლებს. ვულოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე, რათა მან ძილით დაიძინოს,
რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუაგონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრუ ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვევებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამი სურვილი შეეწყვიტოს. დაწვი სანთელო სასმელისადმი მიდრეკილება მონახთისა სახელი. ამინ. ნახეთ უკვე როგორ კაცუნობს და მოქმედებს, უკვე დაიწყო. ვულოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე, რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუაგონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრუ ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვევებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამი სურვილი შეეწყვიტოს. დაწვი სანთელო სასმელისადმი მიდრეკილება მონახთისა სახელი. ამინ. აი ამ შავ სანთელმა უკვე ტირილი დაიწყო, ძალიან კარგი, ჩემი სანთელი წიქით მუშაობს. რა ვქნათ, რამდენი ხანით დაჭირდება, უნდა უყუროთ. მე ცოტა ხანში ფორთოჩკას გამოვაღებ, იმიტომ რომ აუცილებელია ეს იგივე რიტუალის მსვლელობა, რომ ეს გოველები, აი ეს მწვანე გოელი ლარვები გავიდნენ, მიხვდით? მამთქნარებს მოქმედებს. ვულოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე, რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს. ჭამაში დაწყნარდეს და ჭკუაგონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრუ ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვევებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამი სურვილი შეეწყვიტოს. დაწვი სანთელო სასმელისადმი მიდრეკილება მონახთისა სახელი. ამინ, ამინ, ამინ. აი შავი სანთელი უკვე ისვრის. გამოდის ნეგატივი თან, აი აქ ეს რუნები ბუმერანგს უშვებენ, მიხვდით? ეს შავი სანთელი მოკლედ მაგათია, ვიზეც ვაკეთებთ, აი ამეებისაც, ესეც, ეს გველებია და ეს შემოხვეული ლარვები, ხო? ერთი კაცის, ერთი ქალის, რო აგიხსნათ.
ამ რიტუალს რო უყურებთ, მერე დაცვა უნდა დაუყენოთ, ვისაც უყენებთ. მაქვს მე დაცვა ხო, მაგის უნივერსალური, აი ეს უფრო წავა. ამ თქნარებს ძალიან კარგია. გამოდის პორჩა, გამოდის. ვულოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე, რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუა გონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრო ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამი სურვილი შეეწყვიტოს. დაწვის სანთელო სასმელისადმი მიდრეკილება, მონახთისა სახელი. ამინ, ამინ, ამინ. აი უკან უკვე დაიწყო შავმა სანთელმა, კარგია, ტირის, ჩამოდის, მშვენიერია და მინდა გითხრათ, რომ ეს შავი სანთელიც იგივე თაფლის არის, მაგრამ გადატყდა ნახეთ და სად გადატყდა? აი მენჯებთან, მუცელთან, ჭიპთან. ესე იგი სასმელი და მერე პრობლემა რო შეექმნას შარდმდენობაზე, მიხვდით? შარდის ბუშტზე და მენჯებთან რა არის? თირკმელები, ხო? თირკმელებთანაც რო პრობლემა შეექმნას, ნახეთ, აი აქ გადატყდა ზუსტად. ეს არის დიდი ხნის აკიდებული ბევრთან, ვინც უყურებთ, ვისთვისაც უყურებთ. უკან კარგად მოდის, კარგად. კი, ჩამოვიდა, მომეწონა. გამოდის პორჩა. ვულოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე, რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუა გონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრო ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამი სურვილი შეეწყვიტოს. დაწვის სანთელო სასმელისადმი მიდრეკილება, მონახთისა სახელი. ამინ. უკან გადასარევად მუშაობს, ჩამოდის, მინდა გითხრათ. აი ნახეთ, როგორ ტირის უკან. აი, ნახეთ, ჩამოვიდა. გადასარევია, ძალიან კარგია. თავბრო დამეხვა მამთქნარებს, ბუდიშტა ყბები დამენგრა, კარგია ეს, კარგი, ძალიან მომეწონა. თავიდანვე შევიდა მოქმედებაში. ვულოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე, რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუა გონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრო ეხვეოდეს
და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამის სურვილი შეეწყვიტოს. დაწვის სანთელო, სასმელისადმი მიდრეკილება, მონახთისა სახელი. ამინ, ამინ, ამინ. კარგად მუშაობს, ძალიან ნახეთ უკან რეები ხდება, უყურეთ, აი, ჩამოვიდა, ნახეთ, აი, ძალიან კარგი, აი ესენი სულ უნდა ჩამოვიდეს, მინდა გითხრათ. რაღაცა მერყეობს ეს და რა ჭერს, კი ამ გადმოვარდა. ეს მამაკაცი, ეს ქალის სანთელი, მამაკაცის სანთელი უფრო სწორად, ძალიან არც მაშინ ჩერდებოდა, არც ახლა, აი, არ უნდა რომ დადგეს, არა. ვლოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე. რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუაგონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრო ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. ამაში ლუდიც არის ხო შეტანილი. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამის სურვილი შეეწყვიტოს. დაწვის სანთელო, სასმელისადმი მიდრეკილება, მონახთისა სახელი. ამინ, ამინ, ამინ. ნახეთ როგორ ჩამოდის, რა კარგია. ნახეთ. უყურეთ. ოპა. წვეთავს ჩამოდის, კარგია. მე აქ სერიოზულად მაქანავებს. სერიოზული ძალები მიმდინარეობს, ბუმერანგი მიდის უკვე. კარგი. ჩემი სანთელიც ტირის იქეთ. ვლოცავ მონახთისას სახელი ეკლესიის სანთელზე, უფლის ცეცხლზე. რათა მან ძილით დაიძინოს, რათა მან ძილში გამოიძინოს, ჭამაში დანაყრდეს და ჭკუაგონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრო ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამის სურვილი შეეწყვიტოს. დაწვის სანთელო, სასმელისადმი მიდრეკილება, მონახთისა სახელი. ამინ. ნახეთ, როგორ მუშაობს, ხედავთ? აი. ეს გოველი, ნახეთ?
წავიდა მუშაობა, წავიდა ეს ბალახები, მაგიური ბალახები ძალიან მაგრად მოქმედებს, ძალიან მაგრად, ძალიან მიხარია. ჩამოეკიდა, აი უყურეთ, აი ეს არის, აი ეს ლარვები, სუშნასწები. უყურეთ, აი ესენი, აი აკიდებული კანალები, ანუ არხები. სატანური, დემონური. აქ თავიც იწმინდება, ფსიქიკაც ეწმინდება ადამიანს, რომ ასზე მოვიდეს, რომ რეალობა მოინდომოს, მიხვდით, რეალურად შეხედოს ცხოვრებას. აქ ლუდიც არის შეტანილი, კონიაკიც, ვისკიც, მიხვდით, მაგრამ ახლა კონკრეტულად ქართველები სვავენ არახს და ღვინოს, ხო? მაგრამ შეტანილია აბსოლუტურად ყველა სასმელი, სკოჩიც რო ქვია და მოკლედ რა, ასე და ასე. ბარებშიც როა სასმელი, აი ისიც შეტანილია. ყველაფერი გავითვალისწინე, ჩემო კარგებო, არ ინერვიულოთ თქვენ. ეს დაგიდებთ და ნახეთ, იმიტომ რომ ჯერა ესე მუშაობს. გამოდის, კარგად წავიდა, ძალიან. თუ აკვირდებით ახლა, აი სასწაული თქვენ წინ ხდება, მეგობრებო. არ მინდა უბრალოდ პენტაგრამა და ნავიღო. ეს იგივე გველია მწვანე. აი აქ უყურეთ ახლა, მე მაქვს ყვითელი და შავი სანთლები. შუაში მწვანეს თქვენ სადმე ხედავთ? არ ხედავთ. ნახეთ როგორ გამწვანდა. ნახეთ. ეს მწვანე გველი გამოდის, ლარვები გამოდის, ნახეთ. აი სასწაული თქვენს წინ ხდება სასწაულები. ნახეთ, ჩემ რიტუალებში ხდება სასწაულები. ნახეთ. მწვანე ჩამოდის, მწვანე. აი, მწვანე. სად არის აქ შუაში მწვანე სანთელი არ დევს. ვაგრძელებ. ვულოცავ მონახთისას სახელი. ეკლესიის სანთელზე. უფლის ცეცხლზე. რათა მან ძილით დაიძინოს. რათა მან ძილში გამოიძინოს. ჭამაში დანაყრდეს და ჭკუაგონებიდან ამოიგდოს სასმელი. გული ერეოდეს, თავბრუ ეხვეოდეს და ყველა სასმელზე, სათრობზე ზიზღი უჩნდებოდეს. არც სახლში, არც სტუმრად, არც ხვებთან და არც შინაურებთან, მაგიდასთან არ დამჯდარიყოს და ღვინოსა და არაყისადმი არ გაწეულიყოს. სასმელი გადააქციოს, ამოაფურთხოს და გადაასხას და მათდამის სურვილი შეეწყვიტოს. დაწვის სანთელო, სასმელისადმი მიდრეკილება, მონახთისა, სახელი. ამინ. სერიოზულად, კარგად მიდის მუშაობა. ნახეთ როგორ ჩამოეწუწა აქაც ხედავთ? აი ეს ადგილები. მოდით ახლა მე ისე გავააქტიურებ როგორც უნდა იდგეს და მე შემოგიტრიალებთ, ხო? აი ნახეთ, ისევ გადაყირავდა. ისევ, დავტოვებ ესე, თორე საერთოდ მოძრება. არ ჩერდება. ვააქტიურებ. მამაკაცის სახელი. რომ მწვანე გოელმა დატოვოს ლარვებმა, სუშნასწებმა, კანალებმა, არხებმა.
აი ეს სხეული, მისი სხეული. ამინ, ამინ, ამინ. ვააქტიურებ ეს ქალებზეა სახელი, რომ სამუდამოდ დაგტოვოს შენ სხეულიდან მწვანე გველმა და აღარასოდეს აღარ შეგაწუხოს. ამინ, ამინ, ამინ. ნახეთ, აი ქალებზეც რო ვთქვი. ძალიან კარგად მუშაობს. ერთი უნდა დაგანახოთ ჩემი სანთელი რა დღეშია, უყურეთ. ნახეთ, ნახეთ. ნახეთ. აი, თქვენ კიდე ამბობთ. სერიოზული მუშაობა მიდის, მეგობრებო. ნახეთ, რა სასწაულები ხდება. ნახეთ. ნახეთ, აი, მწვანე გველი. ნახეთ, რეები ხდება. ნახეთ. ხედავთ? მწვანე სანთელი მე აქ არა მაქვს. მწვანე გველი ჩამოდის. აი, მაგია თქვენს წინ. ჩამოეკიდა, ნახეთ, აი, ჩამოეკიდა. შავი ჯადოები, პორჩები, ნახეთ აქ როგორ ზის მხრებიანი ვიღაცა, ეს აი ნახეთ, აი მამაკაცის პოტენციაზეც და გულზეც ტვინი ურთიერთობა, რომ ესე იგი აი აზროვნება დაკარგოს, მიხვდით? ნახეთ, ნახეთ, როგორ ზის, ჩამომჯდარია, ხედავთ? ნახეთ, ჩამომჯდარია. აქაც და ნახეთ, რამდენი ისინი, აი, ჩამოვიდა. ნახეთ. ეხლა ცოტა ხანი ესე იდგეს, რომ დაგანახოთ. ესე იგი, ესეა ხო, თქვენიდან ეს არის მარჯვენა მხარე, ეს არის მარცხენა მხარე. ესე იგი, მომავალი რო არა კონდეს, უყურეთ, მომავალი, ნახეთ, ფეხებიც, ნახეთ, ზის რა, რომ მომავალი არ კონდეს ადამიანს. ნახეთ, ერთმანეთზე ზიან, დაიხლართნენ, ნახეთ, მოდის და მოდის. მოდის და მოდის, ძალიან კარგი, ნახეთ, რეები ხდება. მეგობრებო, მეუბნებიან, რომ იქნებ ნარკომანიაზეც გააკეთო ნინიაო, მთხოვენ. ნარკომანია ისეთი თემაა, ჯერ ლოთობა არის საშინელები მოსახსნელი და ესე ადვილად ერთი ყურებით არ მოიხსნება. ნარკომანიაზე ვისაც ვინმეზე დაჭირდება, ეგ უკვე ჩემოკარგებო, პირადად დამიკავშირდით და პირადად უნდა ჩავატარო რიტუალი, მიხვდით? იმიტომ რომ იქ ცოტა სხვა თემას უნდა შევეხო. და ეხლა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემ ძველს და ახალ გამომწერებს, გამოიწერეთ ჩემი ვიდეო, ჩემი არხი ტარო ნინია, იმიტომ რომ ჩემი ენერგეტიკა თელ მსოფლიოს ვერ მოხმარდება ესე უბრალოდ. მე ძალიან მეძვირფასება, უფლისგან ბოძებული და თქვენ რო გეხმარებით. მე ვარ თქვენი შუამავალი. მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მოქმედებს ჩემი რიტუალებიც და ჩემი თითოეული გაშლებიც. ყველა ჩემი ძველი რიტუალი ისევე მოქმედებს და გაშლებიც, როგორც კი ჩართავთ, მეგობრებო. და გაშლები არასოდეს არ ძველდება. ერთი თვის მერეც რო უყუროთ, იგივე გაშლა, ხო, თუნდაც ძველი ან ახალი, უკვე სხვანაირად დაგანახებთ სამყარო და სხვანაირად გაგაგებინებთ და მიგახვედრებთ იმ თემას, რაც თქვენ გაინტერესებთ და კიდევ უფრო მეტი ცვლილებები იქნება, რო იცოდეთ. ჩემ
ხელებში ესეთი ძალებია და სხვისი გაშლებში მე თავს ვერ დავდებ. მე არა ვარ ჰოპ და შესწავლილი ტაროლოგი. წლებია მე ამ საქმეში ვარ და ხალხს ვეხმარები. არ არის ეს ადვილი საქმე, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს უფალმა ასე ინება. რომ მე თქვენ დაგეხმაროთ, ვისაც არა გაქვთ საშუალება პირადი რიტუალებისთვის, თუნდაც ჯერჯერობით მაინც, მაგრამ ვისაც უნდა ხო პირადი დახმარება, რიტუალები, ჩემოკარგებო, ის ყოველთვის 5 ლარს გადადებ, 2 ლარს გადადებ და ერთი თვე დააგროვებ ადამიანი, რომ აი ეს საშინელება მოიხსნა, მიხვდით, ნებისმიერ რიტუალს ვამბობ. აი ეს თუ გინდათ რომ თქვენ თავს დაეხმაროთ ან ვინმეს ხო ნახეთ რა კარგად წამოვიდა, ხედავთ? რა კარგად წამოვიდა უკანაც. ესე იგი მარჯვენა მხარე და უკან ზურგი. აი ზურგის შავი ჯადო, მე მაქვს ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა. აი უყურეთ აუცილებლად ამ ადამიანზე პარალელურად. და ეს ეხლა უყურეთ რა უნდა გითხრათ მეგობრებო. ეს ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა ფასს მეკითხებით და რატომ მეკითხებით? მე პირველ კომენტარში დავწერე რომ გამოსასყიდი არის 9 ლარი. რო იცოდეთ ზურგისზე მოსახსნელი ჯადო გამოსასყიდი რომ წერთ რომ მადლობა კი რომ წერთ რომ გამოისყიდოთ რომ თქვენ არ შეგჩეთ აი ეს საშინელება მაგრამ მე წაიკითხეთ პირველი კომენტარი არის იქ და წერია გამოსასყიდი 9 ლარი ნუ გეზარებათ ხოლმე მარტო ეს დაჭერა ხო არ არის და ჩართვა იქ იქნებ რამე წერია ან რეკვიზიტები წერია ან გახსენეთ სათაურის ქვეშ ხოლმე შეამოწმეთ ვისაც ჭირდება ჩემი ნომერია ახლებო 595 53 47 მიმღები არის ნმ და მე გახლავართ ნინია მიხვდით ხო ნუ გეშლებათ ხოლმე მაგრამ თხოვნა მექნება არ დამირეკოთ არასოდეს მომწერეთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, მაგრამ მე მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის, რო იცოდეთ ჩემო კარგებო და უსაყვარლესებო, მხოლოდ დიაგნოსტიკას ვატარებ WhatsApp-ზე. ასე რომ ვისაც Viber-ი გაქვთ და WhatsApp-ი არა გაქვთ, მაინც მოგიწევთ WhatsApp-ის გადმოწერა. იკითხეთ ვინმეს უთხარით, ვინც ახლა წლებში ხართ ხო, ჩემო ლამაზო ქალბატონებო, იკითხეთ ვინც არიცის და ასე აკეთებენ და ასე აგვარებენ ხოლმე. უსაშველო არაფერი არ არის. ყველაფერს მიეხედება. მთავარია მონდომება. და დიდი ორფურცლიან მესიჯებს ნუ მწერთ ხოლმე ძალიან გთხოვთ რა აი ნინიას რო ძალიან უყვარხართ მაგრამ არა მაქვს დრო მე არ ვკითხულობ არ გეწყინოთ და ხმოვანს ნუ მიგზავნით ჩაკეტილი მაქვს არ მაქვს იმის დრო მე რო SMS-ები ვიკითხო მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის მომწერეთ და იქ გვექნება საყვარლებო ბიჭებო და გოგოებო გასაუბრების დროც, კონსულტაციაც და დიაგნოსტიკის დროც და იქ გავაკეთებთ ყველაფერს. რიტუალს დიაგნოსტიკის გარეშე მაინც არ ჩავატარებ, მიხვდით? ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა, ვინც უყურეთ და არ გამოგისყიდიათ, სასწრაფოდ გამოისყიდეთ ხალხნო. იმიტომ რომ ეს მე თქვენთან დარჩენილი იქნება ის ჯადოები. იქ იმიტომ დავწერე მე 9 ლარი, გახსენით ხოლმე კომენტარები. ჩასარიცხად კიდე კომენტარში დატოვეთ და ან სახელი და გვარს მოგწერთ ვინც საზღვარგარეთ ხართ და ან კიდე მიმღების და ან კიდე ვინც აქ ბრძანდებით მაქვს საქართველოს ბანკის რეკვიზიტი. TBC-დანაც შეიძლება, კრედოდანაც შეიძლება, ახლა მომწერეს, გავასწორეთ კარტაზე. აი ნახეთ. ჩამოდიან და ჩამოდიან. ეს არის მოსალოცი, ძალიან
გენიალურად მუშაობს, ჯვრები ნახეთ დაბლა. ძალიან კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ და მე აქ თავბრუმ ეხვევა, რო არ მოგატყუოთ. აი ნახეთ, აი. ნახეთ რეებია. ქვები, აი ეს ფეხები, ფეხებზე, ესე იგი, რო დაბანცალებენ, ხო? ფეხებზეა შეკრულობა, ფეხების ჩაკეტილობა, რო წინ არაფერი მომავალი არ ქონდეთ, ნახეთ? ქალებსაც და კაცებსაც ვინც დამოკიდებულია. აი ეს არის სტორაჟი, ანუ იმას სეკურიტს რა ქვია, მცველი, ნახეთ რქებით და თავისი ფარით და ხმალით. რა თქმა უნდა, ეს შავი მაგიის წარმომადგენლები თავის დემონებს დააყენებენ, ხო, სტრაჟნიკებად. ნახეთ ერთმანეთზე. მეგობრებო, ამას უნდა უყუროთ 40 დღე სულ ცოტა. 40 დღე. თვალის მაქვს მე რიტუალი, თვალის ნახეთ ჩემს სანთელს რა ემართება. აქ არის მეკითხებიან თემას არ ვუხვევ, ის თვალის წმენდა, მხედველობის წმენდა მაქვს ესეთი რიტუალი და იქაც მიწერია, უნდა უყუროთ 40 დღე. იქაც წერია 40 დღე უყურეთ. არის რიტუალები, ესე უნდა უყუროთ, არის რიტუალები, ესე უნდა უყუროთ. და რა თქმა უნდა, აქ ახლა ყოველ დღე დაცვა არ დაჭირდება. აი მაგალითად 10 დღე უყურეთ, ხო? ამას ხო 40 დღე უნდა უყუროთ. უყურეთ 10 დღე, მერე დაცვა დაუყენეთ. მერე კიდე 10 დღე, კიდე დაცვა და ასე. მაგრამ უკვე მე-40 დღეს აუცილებლად უნდა ესე იგი, აი ახაც მირეკავენ, აი რას ვამბობ, აი ხელი მეშლება, მიხვდით? ეხა გავთიშე, უკვე მე-13 დამირეკეს. არ შეიძლება ესე ვმუშაობ მე და ხელი მეშლება. აი იმიტომ გთხოვთ ხოლმე. ბოლო 40 დღე, ესე იგი, უნდა დაუყენოთ დაცვა. თუნდაც მე-10 დღე იყოს გადათვლით წინა დაყენებული დაცვა, ან დაიცადეთ და მე-40 დღე რომ მოვა, მაშინ დაუყენეთ დაცვა. მერე მეორე თვეს კიდე უნდა 40 დღე რო გავა, დაისვენეთ 1-2 კვირა და მერე კიდე გააკეთეთ. ესე იგი, საერთოდ 6 თვე უნდა უყუროთ ამას. შეხედეთ, თუ ძალიან ღრმა ლოთობაა სამწუხაროდ 6 თვე დაჭირდება. თუ ეს 40 დღე შველის, შეხედეთ როგორ იქნება, შეიძლება ახალი შეჩვეულია სასმელს აი ამ პორჩებით, ხო? უყურეთ 40 დღე. მერე როგორ გააგრძელებს სიმპტომები იქნება ყველანაირი თაბრუსხვევები, გულისრევები, ყველანაირი აბსოლუტურად, იმიტომ რომ უკვე თუ ბელაია გარიაჩკას რო იძახიან, ხო? თუ ეგ მოჩვენებებია, ეგ ლარვებია, გაიგეთ და ეს ხო უნდა მოშორდეს. აი აქ გაიუყურეთ, აი აქაც დემონჩიკის სახე, აი ცხვირი, აქ უკვე, აი ეს ვინც გააკეთა, ეს ჩამოდის, გამკეთებელი. დამკვეთი სხვა არის, გამკეთებელი სხვა არის და გველი აქ, გველი ჩემს სანთელს ძალიან კარგი. მე აქ ფორთოჭკა უნდა გავაღო წესით, მაგრამ ნახეთ როგორ არის. ამას მე დავწავ, ესე არ დავტოვებ. ნახეთ, სანთელი გარბის, არა დაინახეთ, სანთელი გაიქცა, ესე იგი, არ უნდა მწვანე გველს რო წავიდეს. ნახეთ რეებს შვება. ხედავთ რეებს შვება. გაიქცა სანთელი.
ნახეთ როგორ მოქმედებს? ნახეთ სანთელი რეებშრება ხალხნო. და ესეც წაიქცა. დაიწყო. არ უნდა ეხლა დემონებს და მწვანე გველს რო გამოვიდეს ორგანიზმიდან, რატო უნდა ხო? შვენივრად გრძნობს თავს და იკვებება. კეიფის დროს, ბოთლის დროს. აქ ისე მიეწება. და რატო წავა, ხო? არ უნდა რომ წავიდეს. ასე დაიწვი და დაიფერფლე მწვანე გველო. ნახტრები ხდება. ნახეთ. ესეც არ დაგავიწყდეთ, დაფარულია ესე იგი, როგორ ხტუნაობს. აი ესეც არ დაგავიწყდეთ. ხორეთ. ნახეთ. შემოფარებული, ხედავთ უკანაც, ნახეთ რეები ხდება. ნახეთ. მიდის ბუმერანგი, აი წავიდა ბუმერანგი, ნახეთ. ნახეთ რეები ხდება ხალხო. აი, წავიდა ჯვარი დაეხატა, საფლავზეა გაკეთებული ბევრზე, სურათზე. გოელი ჩამოდის და ჩამოდის. აი ესეც უყურეთ, აი ეს, აი თავი რო აქ, მოიცოდე? მოძრა ეხა თავი. აი ეს, აი თავი ქონდა. ნახეთ რამხელა დარაჯი დგას უკან, შემოხვეული. კიდე ამბობენ, ესე იგი, გარდაუვალია უნდა უყუროთ ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა. პარალელურად ამაზე. როგორც კი ჩართავთ, პარალელურად უყურეთ ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა და ამ პირველ დღეს ორივეზე ერთი დაცვა უყურეთ აუცილებლად. ნახეთ რეები ხდება. და თქვენ რო იცოდეთ, აქ რა ძალებს უგრძნობ მე, საშინელებები, ჩამოვარდა. საშინელებები. აი აქაც ეს ჯვარია გამოსახული და ადამიანის სახეა გამოსახული. 1 2 3 ლოთრო დალევს ადამიანი და მოჩვენებები რო აქ მიხვდით, აი ეს სიტუაცია, აი მოჩვენებები რო აქ გაორება, გასამება, გაოთხება. მოკლედ აი ესეთი სიტუაცია. ეხა მე უნდა გამოვაღო ეს რიტუალს აუცილებელია. ცოტა ხმა იქნება, მაგრამ რა ვქნათ, ერთი წუთით ამელოდეთ. ძალიან ცოტა გამოვაღე, აი ძალიან ცოტა, რომ სანთლები არ ჩაგვიქრეს. აჰა, დავჯოქი. აი უყურეთ ჩემს სანთელსაც, ნახეთ. აი, გოელები. აი აქაც ნახეთ, აი გოელია შემოხვეული. აქაც ნახეთ, აი. ეს კარგია, ჩემი ძალაც ხო გეხმარებათ, ეხმარება ვისაც ესაჭიროება და არ უნდათ გასვლა, რომ გავაღე ახლა, არ უნდათ გასვლა, მიხვდით?
სერიოზული ძალებს გძნობ, სერიოზული. ეხლა მე დავწვავ ამ ქალისას, თუ ვინმე აკეთებთ ქალის სახელზე, კამერა უკვე მოაჩვენებს. თქვით მაგ ქალის სახელი, გვარი, მამის სახელი, თუ იცით დაბადების წელი, თარიღი. თუ არა და სახელი თქვით. ესე დავწვავ, როგორც ეს დაფნის ფოთოლი არ უნდა რომ დაიწვას, ნახეთ, ეს დიდი ხანია, რაღაცა ძალიან მიმჯდარია სასმელს. აი ესე დაიწვას, აი ამ ქალის სახელი ვინც თქვით. აი ეს მწვანე გველი, ლაროები, სუშნასწები. განთავისუფლდეს მწვანე გველისგან. ნახეთ როგორ უჭერს. ნახეთ. შეპყრობილია სერიოზულად. რომ გამხმარი ფოთოლი არ იწვის. ხა მამაკაცის სახელი თქვით. მამაკაცს დავაწერე. როგორც ეს დაფნის ფოთოლი დაიწვება, ისე დაიწვება სახელი ამ მამაკაცის მწვანე გველი, ლარვები, სუშნასწები, დემონები, მოჩვენებები განთავისუფლდება. კარგად დაიწვა. ყოჩაღ მამაკაც ძალიან გინდოდათ ეტყობა რომ განთავისუფლებულიყო. იმიტომ თქვი ქალები სასმელიდან ქალების გამოძრომა ძალიან კატასტროფულია, ძალიან რთულია. კაცების უფრო ადვილია. და ამას ესე გამოვწევ, რომ ეს მინდა მე დავწვათ ცალკე. ცალკე მინდა დავწვა. აბა ჯერჯერობით ხმაური ძალიან არ შემოდის. ნახეთ რეები ახლა. აი აქ ნახეთ, აი აქ. მთელი ჯადომადოები, აი ბუმერანგები მიდის. ნახეთ. ესეთი სიტუაცია მინდა გითხრათ. ცოტა დარჩა და ეს მინდა ესე მოვაძრო, რომ ცალკე მე დავწვავ. ნახეთ, ფეხები დაბეტონებულია, ნახეთ. ძალიან კარგად იმუშავა, მინდა გითხრათ. აი აქ, ხო? აი ამაში. აი აქ ამოვიდა კაცი, აი აქ ამოვიდა ქალი, ერთმანეთს არიან ჩახუტებულები, სასმელის თასები ამოვიდა. აი ეს ბუმერანგი რო, ესე იგი, აი ეს კლანჭები ამოვიდა, აი აქ კლანჭები, აი ამ მწვანე გველის და ლარვების და დემონების მიხვდით. ახლა მარჯვენა მხარე ისე ამტკივდა, რომ ნამდვილად ასეა, ნამდვილად და ბუმერანგიც წავიდა, მინდა გითხრათ.
ამ რიტუალის გამოსასყიდით 9 ლარია. გამოისყიდეთ ერთხელ და უყურეთ 40 დღე და როგორც გითხარით, როგორც გირჩიეთ, ისე ჩემოკარგებო, თუ გინდათ რომ მიზანს მიაღწიოთ. უყურეთ აქაც გველები, ხედავთ? აი, მადლობა უფალს, მადლობა ჩემი წინაპრების ძალებს, ანგელოზებს, არხანგელებს, არხანგელ მიხაელს, რაფაელს, არიელს. ნახეთ. დახმარებისთვის. ეს კი არ ჩამოდის. ესეც უნდა დავწვა. ნახეთ როები ხდება ხალხო, ნახეთ. ისროლა რომ დავდგი. ესენი მე ცალკე უნდა დავწვა მე რიტუალი რომ გავთიშავ. ესეთია ეს სილამაზე მინდა გითხრათ. როგორც ეს ქალის სახელი თქვით, კაცის სახელი თქვით, შენს სხეულში იყო ეს მწვანე გველი და ლოთობაზე ხელს გიწყობდა, თავს გიბრუებდა, აი ესე ამ როგორც ეს სანთელი ჩაქრება, ისე ჩაქრება შენი აი ეს ავადმყოფობა. ამინ, ამინ, ამინ. მოკლედ მეგობრებო, მე ამას თქვენო დავამთავრებ. თქვენთან იყო ნინია. მგონი ყველაფერი ავხსენი, გარკვევით გითხარით და მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიხარია რომ ესეთი ზრდილობიანები, კორექტულები ხართ. ჩემ არხზე სხვანაირი ადამიანები არ შეიძლება. მე თვითონაც არ გავაჩერებ. დიდი მადლობა. ჩემი ხო ახლებო არ იცით, ჩემი არხის ვიდეოს გადმოქაჩვა არ შეიძლება. რას ნიშნავს? რომ ლინკი გახსნათ მარტო და უყუროთ არ შეიძლება ყოველ 40 დღე და ნებისმიერი. ჩემ არხზე უნდა შეხვიდეთ ყოველ დღე აბსოლუტურად და იქედან ჩაგეთვლებათ. მიხვდით? იქედან ჩაგეთვლებათ. მომავალ შეხვედრამდე მადლობთ.